წონის ცვლილებაზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ერთი მთავარი წესი, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს წონის მომატებაზე, დაკლებაზე ან იგივე წონის შენარჩუნებაზე. ეს წესი არის კალორიული ბალანსი, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიღებულ და დაკარგულ კალორიებს შორის თანაფარდობა. ეს პრინციპი შეიძლება უკვე გაგონილიც გაქვს. ჩვენი ორგანიზმი საჭმლიდან იღებს ენერგიას, ხოლო მოძრაობისას ან ყოველდღიური ფიზიოლოგიური პროცესების წარმართვისას ის ხარჯავს მას. ბალანსი ამ ორ პროცესს შორის, ანუ რამდენს შეჭამ და რამდენს დახარჯავ, განაპირობებს შენი წონის მომატებას, დაკლებას ან იგივე დონეზე შენარჩუნებას. სულ ეს არის. ესაა მთავარი პრინციპი შენი წონის ცვლილების უკან. თუ იმაზე მეტ კალორიას მიიღებ, ვიდრე ხარჯავ, მაშინ ორგანიზმი ზედმეტ ენერგიას დააგროვებს, ანუ წონას მოიმატება. თუ იმაზე ნაკლებ კალორიებს მიიღებ, ვიდრე დღიურად ხარჯავ, მაშინ ორგანიზმი იძულებული იქნება, რომ დეფიციტი როგორღაც აანაზღაუროს, ამიტომ ქსოვილებს დაშლის და წონასაც დაიკლებ. ხოლო თუ მიღებული და დახარჯული კალორიების რაოდენობა დაახლოებით ერთმანეთის ტოლია, მაშინ შენი წონა სტაბილურად ერთ დონეზე დარჩება. ამას ეწოდება ჰიპერკალორიული, ჰიპოკალორიული და ისოკალორიული მდგომარეობები. ესენია ტექნიკური ტერმინები წონის მომატების, დაკლების და შენარჩუნებისთვის. მაგრამ ამ ტექნიკური ტერმინების დაზეპირება აუცილებელი არ არის. მთავარი პრინციპი ძალიან ინტუიტიური და მარტივი გასაგებია. შედარებით ნაკლებად აშკარაა თუ როგორ ხდება ენერგიის დახარჯვა. ხშირად ადამიანები ენერგიის დახარჯვას პირდაპირ ვარჯიშთან აკავშირებენ, თითქოს თუ არ ვარჯიშობ, დიდად კალორიებს არ ხარჯავ. მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ჩვენი ორგანიზმი კალორიებს ყოველთვის იყენებს, მაშინაც კი როცა ისვენებ. უბრალოდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ანუ სუნთქვისთვის, სისხლის მიმოქცევისთვის და კიდევ სხვა მრავალი პროცესისთვის ასობით კალორია საჭირო. ამას ეწოდება დასვენების მეტაბოლური მაჩვენებელი ან RMR. ეს არის დღიური ენერგეტიკული დანახარჯის ყველაზე დიდი ნაწილი და დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, წონაზე, კუნთურ მასაზე და გენეტიკაზე. ასევე არსებობს არასავარჯიშო აქტივობის თერმოგენეზი ან NEAT. ეს მოიცავს ყველა პატარა მოძრაობას, რომელსაც დღის განმავლობაში ასრულებ. მაგალითად, დგომა, სიარული, ფეხის თამაში, მოკლედ, ყველაფერი, რაც ვარჯიში არ არის, ასევე მოითხოვს ენერგიას. ეს რაოდენობა ცვალებადია ადამიანებს შორის და იმაზე მეტი გავლენა აქვს ყოველდღიურ ენერგეტიკულ დანახარჯზე, ვიდრე ბევრს ჰქონია. საბოლოოდ ვარჯიშიც, რა თქმა უნდა, არის დღიური ენერგეტიკული დანახარჯის ნაწილი, მაგრამ არა ერთადერთი და არც ისეთი დიდი, როგორც ხშირად გვგონია. ზემოთხსენებული ორი ფაქტორი ბევრად უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ვარჯიში. ანუ კალორიულ დანახარჯში მხოლოდ ვარჯიში არ მოიაზრება. შენი დასვენების მეტაბოლური მაჩვენებელი, ყოველდღიური მოძრაობები და ვარჯიში ერთად ქმნიან ყოველდღიურ ენერგეტიკულ დანახარჯს. ასევე ხსენება დღირს საკვების თერმული ეფექტი, ანუ ენერგია, რომელიც საკვების გადამუშავებისთვისაა საჭირო. საკვების მიღების შემდეგ შენი ორგანიზმი ჯერ ხარჯავს კალორიებს იმისთვის, რომ საკვებში არსებული ნუტრიენტების და ენერგიის მიღება შეძლოს. მაგრამ ეს იმდენად დიდი რაოდენობა არაა, როგორც დანარჩენი ფაქტორები, ამიტომ გასათვალისწინებლად არ ღირს. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ ენერგეტიკული ბალანსი, როცა წონას იმატებ, ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემატურად იმაზე მეტს ჭამ, ვიდრე ხარჯავ. ამიტომ ორგანიზმი ზედმეტ ენერგიას ინახავს ახალი ქსოვილის სახით. როცა წონას იკლებ, ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემატურად იმაზე ნაკლებს ჭამ, ვიდრე ხარჯავ. ამიტომ ორგანიზმი თავის ქსოვილს შლის იმისთვის, რომ დანაკლისი ენერგია ანაზღაუროს. ხოლო როცა წონას ინარჩუნებ, ეს იმიტომ ხდება, რომ დახარჯული და მიღებული კალორიების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია. ეს არის მთავარი ფუნდამენტური პრინციპი, რომლის მიხედვითაც მოქმედებს ნებისმიერი წონის ცვლილება. ამიტომ თუ ეს პრინციპი გესმის, მაშინ შეგიძლია შეხედო ნებისმიერ დიეტას და გაარკვიო როგორი მოქმედებს ის შენს წონაზე. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.